მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ მოგზაურობთ შეხვდით. დღეს მე მინდა გავაკეთო განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია ეროვნული ფორუმი იწყებს ძალიან სერიოზული საპროექტო გეგმის განხორციელებას. ერთდროულად ეს ეხება საქართველოს მთიანეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით კომისიის შექმნას. ეს რა თქმა უნდა არ იქნება პარტიული, ჩვენი პარტიის წევრები, მარტო ჩვენი პარტიის წევრები არ იქნებიან აქ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის მთის რეგიონების პრობლემა ეს არის საყოველთაო ეროვნული პრობლემა. მოკლედ ვიტყვი იმას, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს მთა ინახავდა და იცავდა ბარს და დღემდე რომ მოვედი ჩვენ როგორც ერი, ავად თუ კარგად მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოწონს. ფაქტი ერთი, რომ საქართველოს ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ძლიერი ჰქონდა მთა. მთა იყო საფუძველთა საფუძველი მორალური, ფიზიკური და ეკონომიკური ამაკვების. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი თავმოყარე და სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული, საპროგრამოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მთის რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. ეროვნულ ფორუმს გარკვეული მოსაზრებები, გარკვეული კონცეფციები ამასთან დაკავშირებით აქვს, განსაკუთრებით ბევრი იმუშავა ამასთან დაკავშირებით ბატონო ნოდარ ჯავახიშვილმა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საზოგადოებისათვის ღია, სპეციალისტებისათვის ღია და ვინდა დღეს წარგიდგინოთ ბატონი კობა არაბული, კითხეული მამულიშვილი, პროფესიონალი, რომელსაც არასამთავრობო სექტორიდან ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი მთის პრობლემებთან დაკავშირებით, აქვს ხანგრძლივი გამოცდილება. მას აქვს ძალიან სერიოზული კონტაქტები საზღვარგარეთ. ის იყო არაერთგზის მივლინებული და ჩასული სხვა ქვეყნებში, სადაც იგივე ანალოგიური პრობლემები არსებობს. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი კობა ძალიან ფასეულ რჩევებს, დარიგებებს და კონცეფციებს მოგვაწვდეს ჩვენს. და მისი საშუალებით ასევე მოხდება იმ სამეცნიერო საექსპერტო წრეებზე გასვლა, რომელიც ღვთისმადლით საქართველოს ჯერ კიდევ არის, არსებობენ ეს ადამიანები. ჩვენ ამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, ძალიან ბევრ საექსპერტო ჯგუფში დამუშავებულია ეს საკითხები და ჩვენ სურვილი გვაქვს ეროვნულ ფორუმს, რომ ამ კონცეფციების თავმოყრა მოხდეს, ჩამოყალიბება მოხდეს, ალბათ ყველაფერი გათვალისწინებული არ იქნება, ალბათ რაღაცები დამატებული იქნება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან სერიოზული კონცეფცია უნდა დავდოთ ჩვენ საქართველოს მთიანეთის განვითარებასთან დაკავშირებით. მე მინდა სიტყვა გადავცე ახლა ბატონ კობას, რომელიც გახსენებთ თავის მოსაზრებებს, მერე ბატონი ნოდარი ჩაერთვება და შეკითხვების რეჟიმში გადავიდეთ ჩვენ. მადლობა. ხო ბატონო. მოგესალმებით ყველას. მე დაგითხრათ, რომ საქართველოს მთიანეთთან დაკავშირებით ამ პრობლემაზე მუშაობა სამეცნიერო წრეებს, გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 10 წლების მანძილზე არ გაუწყვეტიათ, ისინი დიდი ხანია მუშაობდნენ. ჰქონდა ბედნიერება ბოლო 10-12 წლის განმავლობაში არაერთი მიმელო მონაწილეობა. შესაბამისად, რაღაც გარკვეული გამოცდილება ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ის საკითხია, რომ გაერთიანდეს და თავი მოიყაროს სადღაც ერთნაირად ყველაფერმა იმან, რაც ჩვენი ქვეყნის სამხედრო კუთხეებში, რეგიონებში, ცალკეულ სამეცნიერო ინსტიტუტებში თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში კეთდება, ამ იდეას თავისთავად ცხადია არცაც უჯერ, პრობიქიდეს და ძალიან კარგი იქნება. მინდა ერთი რამ თქვა, ორი არსებითი მომენტი იქნებოდა ალბათ საინტერესო და სამუშაო ამ ეტაპზე ჩვენთვის. ერთი, ის რომ საქართველოს მთიანი რეგიონების სპეციფიკა გაგვეთვალისწინებინა და ჩამოგვეყალიბებინა, შეგემუშავებინა სახელმწიფო პროტექციონისტული პოლიტიკა, ეს იყო ზოგს არ მოწონს, ზოგს მოწონს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთ ქვეყანაშია გამოცდილი მსგავსი მიდგომა
როცა სახელმწიფო გარკვეული შეღავათების რეჟიმს აწესებს მთიანი რეგიონების თანმიმართებაში, რათა ისინი გაიმართონ და დღეს თუ საქართველოში რომელიმე რეგიონს უჭირს პირველ რიგში ეს ჩვენი მთიანეთია და მეორე ალბათ არსებითი მომენტი ისიც რომ ჩამოყალიბდეს კონცეფცია საქართველოს როგორც მთიანი ქვეყნის განვითარების გარკვეული სპეციფიური ნიუანსების აუცილებელი გათვალისწინებით, იმიტომ რომ გამეთანხმებით ალბათ ყველა ქვეყანა მთლიანად თუ არა ქვეყნის რუკა მაინც ყველას გვაქვს ნანახი. ქვეყნის ტერიტორიის 4/5 მთიანი. საქართველოს შვეიცარიელი სპეციალისტები და ისინი ამ საქმის კარგი მცოდნეები არიან, ყველა შემთხვევაში ასე ითვლება და მათ ეს დამსახურება დიდი ხანი აქვს. მათი ექსპერტული განგარიშებით შემუშავებულია 4 კატეგორია არსებითად ქვეყნებისა, 4 ჯგუფად არის დაყოფილი და საქართველოს შედის პირველი კატეგორიის მთიანობის ქვეყანათა რიცხვში, სულ 51 ქვეყანაა ასეთი, რომლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია. მათ ამ ქვეყნებს განვითარების თავისებურება ახასიათებს და ამ თავისებურების არ გათვალისწინებით შემთხვევაში ჩვენ შეიძლება რაღაც არასწორად გავაკეთოთ და სწორედ ამიტომ ეს ორი ხედვა, ორი პოზიცია, ქვეყანა როგორც მთიანი და მისი განვითარების სტრატეგიის დახვეწა ამ ასპექტის გათვალისწინებით და უფრო კონკრეტული და უფრო ლოკალური, თავისთავად ცხადია ცალკეული რეგიონების, მთიანი რეგიონების მხედველობაში, როგორც ცენტრალურ კავკასიონზე, ისე სამხრეთ საქართველოში, აი ამ მხარეების განვითარების პროგრამების დამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქვეყანა ვართ და ერთი მთა, ასე ვთქვათ, და პრობლემები შეიძლება ძალიან ბევრი მსგავსი იყოს, დამერწმუნდეთ, რომ განსხვავება მათ შორის საკმარისია, ეს განსხვავება არის სპეციფიური, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა. სვანეთის მთა, ხევსურეთის მთა, მესხეთ-ჯავახეთის მთა, მაგრამ მიუხედავად მსგავსებისა, მათ შორის განსხვავება საკმარისია და აი ეს განსხვავება უნდა იყოს ამ ეთნორეგიონებისათვის მომგებიანად და მათთვის სასარგებლოდ გათვალისწინებული. მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ იქნება ამის საშუალება და ამავე დროს შეიძლება ჩემ კოლეგებს, მეგობრებს, ვინც ამ საქმეში ჩემთან ერთად არიან ჩართულები, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მოდით კიდევ ერთხელ მოვინდომოთ, მოდით კიდევ ერთხელ შევეცადოთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. იანვრის 25 რიცხვში მეცნიერებათა აკადემიაში იყო საკმაოდ სოლიდური კონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მქონდა ბედნიერება ვიყავი ამ კონფერენციის მონაწილე, მე ამას ასუსამ, არა ეს დიდონად ნათქვამი. იქ ძალიან ბევრი გამომცვლელი იყო მეცნიერებათა აკადემიის მთის პრობლემების შესწავლილმა კომისიამ 11 ნაკლები დადო წიგნი 500 გვერდიანი შრომაა, სადაც არაერთი ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერის დამსახურებული ადამიანის ნაფიქრალ ნაზრებია ჩადებული. ეს წიგნიც გამოდგება და კიდევ აი როგორც ბატონო გუბაზმა თქვა, არაერთი ჯგუფის, არაერთი არასამთავრობო თუ სამთავრობო სხვადასხვა ორგანიზაციების, სხვადასხვა ჯგუფების ნამუშევრები თუ კი შემძლელი და მოუყარეთ ამასთან მერწმუნეთ ქვეყნისთვისაც და ამ ქვეყნებისთვის პირველ რიგში კარგ რამეს გავაკეთებთ.